მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ხელს უწყობს ინოვაციების გაძლიერებას სოფლის მეურნეობაში, რაც შეამცირებს წყლისა და პესტიციდების მოხმარებას და ნაკლებად დაზიანდება ბუნება. ბუნებასა და ადამიანთა შორის ჰარმონიული ურთიერთობა ხომ საქართველოში ჩამოყალიბდა, საიდანაც პირველი ევროპელები მოდიან და სადაც უძველესი მითები შერწყმულია თანამედროვე რეალობასთან. მართლაც, საქართველო შესანიშნავი ადგილია საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევის განვითარებისთვის. უფრო მეტიც, საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა ტრადიციული სოფლის მეურნეობით, მათ შორის მეფუტკრეობით. ასევე ცნობილია როგორც მსოფლიოში ოდესმე აღმოჩენილი უძველესი თაფლის სამშობლო, რომელიც 8000 წლისაა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობით შეისწავლა საერთაშორისო მკვლევარების ჯგუფმა. გარდა ამისა, საქართველო ცნობილია კავკასიური მთის რუხი ფუტკრის სამშობლოდ. ფუტკრის ეს სახეობა თავისი მახასიათებლებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მსოფლიოში. სამწუხაროდ, ფუტკრები ცხდებიან ავად და მათ სამკურნალოდ გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტი, ისევე როგორც მინდვრებში გამოყენებული პესტიციდები, შესაძლოა მოხვდეს თაფლში. იმისთვის, რომ თაფლი შემოწყდეს ისეთ ქიმიკატებზე, როგორებიცაა ანტიბიოტიკები და პესტიციდები, აუცილებელია მათი ლაბორატორიული გამოკვლევა. გამოყენებითი ინტერდისციპლინარული კვლევა ხელშეუწყობს პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და ინოვაციების განვითარებას, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, გაჩნდება მეტი შესაძლებლობა ექსპორტისთვის და ზოგადად ბიზნესისა და ქვეყნის განვითარებისთვის. ფერმერებს, კვლევარებს, აკადემიურ წრეებს, მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური თანამშრომლობა გააძლიერებს სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სარგებელს საზოგადოებისთვის.